საკმაოდ ახალგაზრდა იყავით, როცა დაოჯახდით. დიახ. შვილმა თუ შეცვალა, კი. ლაშანოზაძეს განსხვავებული გახდა, რა შეიცვალა? მოკლედ, მაი მამობამ რა შეცვალა? იქიდან წამოვიდეთ, რომ დედაჩემი და მამაჩემი ძალიან პატარები იყვნენ რა. აი 19-ის იყო, 20-ის მამაჩემი და დედაჩემი 19 თუ რაღაც ესე, რომ მე შევეძინე. მე ვიყავი 19-ის და ჩემი ერთი წლით მოუგეთ რა. ესე გამოვიდა. აი მართლა რომ გიყვარს და უყვარხარ და რომ ერთი გამოაგზავნის, ესე დავქორწილდით მე და ჩემი მეუღლე რა, რომ მე-7 კლასიდან მიყვარს. მე-7 კლასიდან მე მიყვარს, იმას უყვარ სადღაც მე-11 კლასიდან, აი ბოლოს. ხო, ანუ ეს ლაშა, ხო, ნუ ლაშა, ხო, გავიგე. სხვებსაც უყვარდა კაცო ისა რა. მე თანაბარ ბრძოლაში შევედი, მე მიყვარხარ მეთქი და დანარჩენი შენიცი, ნუ ჩემი მეუღლე. ჭკუა მეკეტებოდა სულ და ალბათ რო გადამახვევინო, ეგრეც მოხდა. ძალიან 19 წელსაც ყავდა, მე ვიყავი 19-ის, თან უნდა იყო 17-ის. რო პირველი ბავშვი შეგვეძი. ეხა ხო ხდები რანაირი ეგ რა. ჩენი თავი ვერ გაგიზრდია და აგერ უკვე ბეჭებში შვილი. ეს ბავშვი უფროსი ნინიკო გაიზარდა ჩვენთან ერთად რა. ჩვენ რეპეტიცია. ხო, ანუ ჩვენთან ერთად. იმიტომ ესეთი, იმიტომ მსახიობი, იმიტომ რაღაცა რომ იცოდა გაჩნდა თუ არა იყო რაღაცა ხალიჩაზე მონღოლივით ანუ იყო. წავედით. 2 წელს მიდიოდა უკვე იმაში რა ქვია ტურნეებში. პატარა უფრო მოვლილ პირობებში გაჩნდა რა. ანუ ჩვენც რომ დაღვინდით რაღაც შევქმენით. მეორე უფრო ესე რა და ეს პირველები სულ ისეთი მოხიგანებია და მეორეები იმის ჯობნები რა ესენი ჯიბიდან ისვრიან ხო ის შენ გათვალისწინებებშია მამა იცის დედა იცის ყველაფერი იცის რა პირველ მაინც შენ ერთად გაიზარდა ხო